და აი დიდი ხნის შემდეგ მოგესალმებით ჩემო საყვარელო მეგობრებო. ჩვენ ისევ ერთად ვართ. ხო და მინდა შევეხო ესე თემას, ახსარების თემას რა. და რატომ მინდა შევეხო ახსარების თემას? იმიტომ რომ ადამიანები იმდენად ხელოვნურები ვართ. და იმდენად ხელოვნურებად გვაქცია საზოგადოებამ, დრომ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველაფერმა ერთად ალბათ, რომ ახსარების დროსაც კი მსახიობობთ რა. რაც საერთოდ არ არის საჭირო. ანუ მესმის რომ მსახიობობთ ადამიანები მაგალითად სამსახურში, მსახიობობთ ოჯახში, მსახიობობთ რესტორნებში, ძმაკაცებთან და ქალებთან, ნათესავებთან მსახიობობთ. რომ ვითომ ძალიან გვიყვარს ისინი, ძალიან გვჭირდებიან ისინი. ანუ ყველაფერი ადამიანური დონეა და მესმის, მაგრამ როდესაც ახსარებას აბარებ, ხო? ერთ-ერთი სასულიერო პირის ქადაგებას უსმენდი მაგალითად და მაგალითისთვის რომ მოვიყვანო. და ეს რაღაცას ამბობს, ეს საკმაოდ ცნობილი სასულიერო პირია, რომ ადამიანები ყოფილანო აი სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე უკანასკნელ ახსარებას ამბობდნენო და მაშინაც კი პოზა ეჭირათ და მსახიობობდნენო რა. აი რაღაცზე უნდა ვისაუბროთ, ხო? ანუ ერთადერთი ახსარების დროს ხარ, ყოველ შემთხვევაში უნდა იყო მართალი, გულწრფელი და მაშინაც რო პოზა გაქვს რაღაცა. ანუ არ ვიცი, გაუაზრებლობასთან მე ვფიქრობ არ გვაქვს საქმე რა. მე ვფიქრობ რომ უფრო საქმე გვაქვს ადამიანებს შეუგნებლობასთან. იმასთან რომ აი მე კარგი ბიჭი ვარ, მთელი ცხოვრება პატიოსნად ვიცხოვრე და აბა არ მეკუთვნის 64, წინასწარ გეტყვით და იმედებს გაგიცრუებთ. 64 არც ერთს არ გვეკუთვნის. არც ერთ ადამიანს. არ აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანი წმინდა, ანუ პატრიარქი იქნება, ანუ უწმინდესი, მღვდელი, დეკანოზი, ეპისკოპოსი, საერო პირი, ერი თუ ბერი. პირდაპირ გეუბნებით. არავის არ გვეკუთვნის, მაგრამ უფალი იმდენად მოწყალეა, რომ ადამიანებს ასაჩუქრებს ამ ყველაფერს. მაგრამ ეს საჩუქარი არ არის, იცით? ანუ სხვისთვის შეიძლება 64 პირიქით სატანჯველი იყოს ადამიანისთვის, რომელსაც ქრისტე არ უნდა რა. და ქრისტე ვისაც უნდა, ის მაქსიმალურად ცდილობს, რომ აქ ამ სამყაროში, აქ დედამიწაზე მოიმზადოს, საძირკველი ჩაყაროს და თავიდანვე დაიწყოს უფალთან ყოფობა, უფალთან ერთად თანაცხოვრება, ქრისტეს მიერი გზა აირჩიოს. და თუ აქ არ გინდა დედამიწაზე, ხო? აქ ხარ, დროებით ხარ და აქვე ანუ მოგაწოდეს ეს მასალა, ხო? ატყობ, რომ აქვე თუ ღმერთთან ერთად არ ხარ, ცუდად ხარ. ანუ და თუ ეს არ გინდა. და აი ფიქრობ, რომ იყოს რა, რომ მოვკვდები, მერე მოვხვდები და მერე ვიქნები ღმერთთან. ანუ ეგრე არ გამოდის რა. ეგრე არ არის. იმიტომ რომ ღმერთი არ არის მოძალადე, ჩვენგან განსხვავებით. ღმერთი არ ძალადობს არავისზე. ღმერთი გაძლევს არჩევანს და შენ სიცოცხლეში თუ არ გინდა ღმერთი გარდაცვალების მერე რატომ უნდა მოგინდეს, ანუ რატომ? ზუსტად იგივე არის ეშმაკის თემა, ანუ ზუსტად იგივე არის, ღმერთი არ აძალებდა. ჩემი მონა იყავი და ჩემი ქვეშ შევდო. ანუ თავისუფალი ნება მასაც ჰქონდა რა, ანგელოს, დაცემულ ანგელოს. ხო და ეხლა მე ბევრს არ ვიმჭერმეტყველებ, ან ნამდვილად, ანუ არ არის რა საჭირო. უბრალოდ ერთს გთხოვთ, ჩემო საყვარელებო, რომ არ გვინდა განკითხვა ერთმანეთის, ნუ შევჭამთ ერთმანეთს, რომ არ ვიცით, ვინ როდის გავალთ ამ ქვეყნიდან. და ეხლა კი ბაქიბუქობთ და ზოგი კუნთებზე ვიყურებით, ზოგი იარაღზე იყურება და ზოგი რაზე და ზოგი ფულზე და ზოგი სახელზე, მაგრამ რეალურად ყველანი ძალიან შეიძლება არ ესიამოვნოს ვიღაცას, მაგრამ თანასწორები ვართ და არავინ არავიზე მეტი არ არის არაფრით. აი საერთოდ მე შენზე მეტი ფული მაქვს თუ შენ ჩემზე დიდი ესე რა კუნთი გაქვს თუ შენ ჩემზე მაგარი მანქანა ყავს, აი ღმერთს ეგ საერთოდ არ აინტერესებს, საერთოდ. ხო და მეტად შევიყვაროთ ერთმანეთი.
უფრო მობიერები და ლოიალურები გავხდეთ ერთმანეთის მიმართ. თორე სხვანაირად ვერ გადავრჩებით რა. აი მაგას ვატყობ. ადამიანთან ურთიერთობაში ძალიან გაცივდა ხალხი ერთმანეთის მიმართ. გულგრილები არიან, მაქსიმალურად ცდილობენ რომ რაღაცა ცინიკური უთხრან ერთმანეთს, დასცინონ, გააშარჟონ და ამაზე ყალებში кайფობენ რა ვითომ. შენ ეს როგორ თქვა? ანუ იუმორი სხვა რაღაცაა, დაცინვა საერთოდ სხვა რაღაცაა რა. კომენტარების კეთება ზურგს უკან. ისეთი რაღაცების კეთება, რაც საერთოდ არაფერში არ ჯდება. გეუბნებით ანუ, რა, მეც ვარ ერთ-ერთი რიგითი მსგავსი. ეს ვიდეო როცა შემხდება და რა თქმა უნდა შემხდება, იმიტომ რომ მე უნდა ავტვირთო. რამდენჯერაც ნახავ და მოусმენ, რა თქმა უნდა გამახსენებს. ვინც მოусმენს, რა თქმა უნდა გაახსენდება, რომ არავინ არ გამოვეკერებით აქაურობას რა, არ ჩვენი ფულით, არ ჩვენი გავლენით და არ ჩვენი არაფრით. მიწავართ და მიწადვე მივიქცევით, როგორც იტყოდნენ. ხო და შევირგოთ ეს ყოფიერება, ნუ ვიგრუზებით სისულელეებზე და ნუ ვიტანჯებით. უფალმა ყველაფერი მოგცა იმისთვის, რომ ვიმეფოთ და მეფეები ვიცხოვროთ. მეფესავით ცხოვრებაში არ გულისხმობ, რა ვიცი, ოქროს ჭურჭელს მაგალითად და რა ვიცი 40 ხარჭას. ანუ მეფესავით შეგვიძლია ცხოვრება მართლა, ანუ ყველაფერი ჩვენია, საერთოდ ყველაფერი ჩვენია, მთელი სამყარო ჩვენ გვეკუთვნის. უფალი გვასაჩუქრებს ყოველ დღე. მაგრამ ამას ვეღარ ხედავთ, ეს გაგვიუბრალოუდა, გაიგე და ანუ ჩვენი თავები არ გვიუბრალოუდება, იმიტომ რომ ამ პარტავნებაში ვართ, გიჟებივით ვართ, დაგეშილები. ვინმე რამე როგორ მაკადროს, ყელს გამოუჭრი, ანუ რატო ვერ აპატიებ? ხალაც ვერ ვაპატიებ, იმას ვერ ვაპატიებ, ამას ვერ ვაპატიებ, ამას ზურგში დანა ჩამარტყა, ქრისტეს ჩაარტყის. ქრისტეს უღალატა ადამიანმა, იუდამ, რომელიც არავინ არ იყო, ხო? სანამ ქრისტესთან იქნებოდა, ხო? მოწაფე მოუარყო, ხო? ანუ რატო ვაკეთებთ ამას, ხო? ხო შეიძლება დავფიქრდეთ არა? და ეს დატირება რო არის ხოლმე რა? ბუნების შვიდეულში და სტანჯული სახეებით ჩვენ ქრისტე მოვკალით და რავი მაინც და მაინც ბუნების შვიდეულში. თუ მარტო შვიდეულში გახსენდება რომ ქრისტე მოვკალი, რა ვიცი. რავი ყოველდღე რო დავფიქრდეთ მაგას და იგივე პოზა არ გქონდეს რომ და და რა ანუ ვის აბოლებთ? სხვები შეიძლება დაბოლდნენ, ღმერთს ვერ დააბოლებთ. ღმერთს ვერ ანუ არ არსებულია. და ეს ყველაფერი გამოდის წყლის ნახვა თქვენი მხრიდან რა და წყალს ვერ დანაყავ რა. ისევე როგორც ნახერხს ვერ დახერხავ, იმიტომ რომ უკვე დახერხილია. ყველაფერი ცნობილია უფლისთვის. ვერაფერს ვერ გამოუაპარებ. შენ თავზე შენ რაც გგონია რომ იცი, იმაზე მეტი იცის ღმერთმა. როგორც ბოროტმა. ხო და ნუ მოდი რა, ნუ გავხდებით ამ ბოროტის საცეცებს, ნუ შემოუშვებთ ჩვენში რა, იმიტომ რომ დაღუპვა გარდაუვალია რა. ხო და გთხოვთ მთელი არსებით, მთელი გულით და მთელი სულით გთხოვთ რომ მოვიშოროთ აი ეს ბოროტული ფიქრები, მოვიშოროთ ეს უაზრო ქილიკი ერთმანეთზე, უსიყვარულობა, ანუ აი ერთმანეთზე უკეთესი ვინ გვყავს ადამიანებო, რომ გვიყვარდეს რა. აი ვინ გვყავს, აი რა გრჩება, რა მიგვაქვს ამ ქვეყნიდან, სიყვარულის გარდა რამე მიგვაქვს. აი რო გარდაიცვლები და რო იტყვენ რომ ძლივს არ დაგვასვენა, ადრე მომკვდარი იყო, აი ეგრე რატო უნდა იცხოვრო, ხო? არ ჯობია რომ გარდაიცვლები სრულიად უცხო ადამიანმაც კი, რომელსაც გაუგია შენზე რომ აი ესეთი და ესეთი ხარ. რა ვიცი, ბოლო სადღეგრძელო თქვას და ჭიქა აიღოს და უფალს შენდობას ღვინიცავსე ჭიქა აიღოს და უფალს უთხრას რომ შეუნდე. აპატიე და დაუნკვიდრეთ სათასასუფეველი, ხო? ვიდრე გაგინოს და გაფურთხოს საფლავშიც. რაც რეალურად ხდება დღეს რა. მოდი ანუ სირაქლემას პოზაში ნუ ვიქნებით, რომ ვითომ ყველაფერი კარგად არის. ანუ არაფერი არ არის კარგად. ხო და
არ ვიცი, ერთ-ერთმა სასულიერო პირმა ისიც მითხრა, რომ შენი ვიდეოებიო არამცთუო ადამიანსო ქრისტეს მიმართ კეთილად არ გააწყობსო ავადმყოფი ხარო და შეშლილი ხარო. ანუ არ მაქვს პრეტენზია, არ მწყენია, უბრალოდ პირდაპირ გეტყვით, არ მაქვს პრეტენზია რომ მე ვარ ყველაზე გაწონასწორებული და ადეკვატური პიროვნება. ანუ არ მაქვს მაგაზე პრეტენზია რა. უბრალოდ ერთი რამეზე მაქვს პრეტენზია, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი. პატივი ვცეთ ერთმანეთს. და მე თუ რაღაც შემეშლება მიმითითო. კი არ მაგინო მაფურთხო და წიხლით ჩამქოლო რა. მითხრა რომ მოდი ესე ხომ არ ჯობია. ესე ხომ არ ჯობდა რო გექნა, გეთქვა და ის არა რომ წიხლით შემდგე, მაფურთხო მაგინო და მერე დადგევნები შვიდეულში და იუდაზე უარესი ვარ აიგენი იძახო. ანუ ეგ არ არის ქრისტიანობა. ქრისტიანობა ზუსტად ეგ არის, როცა შენ მეორე ნახევარს შენ გვერდზე მდგომს, ან სრულიად უცხოს, ანუ შენ მოყვას. რაღაც რო შეეშლება, კი არ ჩაქოლავ და აფურთხებ და აგინებ. არა, ეტყვი რომ არა უშავს, ჩვენ ადამიანები ვართ, შეცდომა ყველას მოსდის. შეცვლას წინ არაფერი არ უდგას. თავარია სანამ ცოცხალი ხარ, მაშინ შეიცვალო ადამიანი, ხო? მაშინ შეცვალო რაღაც. აბა ახსარება რა არის? 70 გზის შენდობაო, ხო წერია რა? რატო წერია? ანუ დღეში 70 ჯერაც კი რო თქვას ადამიანმა ახსარება, მაინც ცოდვილია, იმიტომ რომ ყოველ წამს ცოდვას ჩავდივარ. ხო და ხო შეიძლება ამაზე ცოტა სიღრმისეულად დაფიქრდე ადამიანი რა. არ ვიცი. ბედნიერებას გისურვებთ, სულის სიმშვიდეს გისურვებთ და რასაც ჩემ თავს უსურვებ, ყველაფერს, აი რასაც ჩემ თავს ყველაფერს კარგს უსურვებ, ყველაფერს კარგს გისურვებთ თქვენ რა. იმიტომ რომ იმდენად ცოტა ხანი ვართ დედამიწაზე ადამიანები, რომ ტრაურში და თვითგვემაში დრო არ უნდა გავატაროთ რა. არც აიჰარალოზე არ უნდა იყო, მაგასაც არ მივესალმები რა, რომ აი ტაშფანდური და მიდი მოვდივარ, არა. მაგრამ დეპრესია და აი ესეთი თვითგვემა და სასოწარკვეთა, რა ვიცი, სისულელია. თუ ქრისტეა შენ გულში, რა თქმა უნდა და თუ ქრისტეა შენთან რაც ჩამოგტირი შვილო ეს სახე, რა გინდა? შეირგე რა. ქრისტეს თუ გრძნობ და განიცდი, რა გრუზავს და რა გტანჯავს. ეგ არის მთელი ბედნიერება ამ სამყაროში. ყველაზე დიდი ბედნიერება ქრისტეა და თუ ქრისტეს თუ ვერ გრძნობ, ესე იგი პრობლემა გაქვს, ხო? და მაშინ მოდი, მიდი ისეთ მოძღვართან ან ისეთ ადამიანთან, ვინც დაგაყენებს სწორგზაზე, იმიტომ რომ არსებობენ ადამიანები, ვინც 10 და 15 წელი დადიან ტაძარში და აი ჩამოღამებული, ჩამოსტირით და აი რო უთხრა რამე მსგავსი, რაც ახლა მე ვთქვი ზემოთხსენებული, გეტყვის რომ მე ჩემს ცოდვებზე ვტირი ვარ და ჩემს ცოდვებზე მოვთქვამ და კარგით რა. არა, ეგეც პოზაა რა. გეხვეწებით რა. ყველამ ჩვენ გულებში ჩავიხედოთ. ასე რომ კარგ ნოტაზე რომ დავასრულოთ, გეტყვით რომ პოზიტივებს მოეჭიდეთ. სიყვარულს მოეჭიდეთ. რაც არ უნდა ცუდად იყო ახლა. რაც არ უნდა განადგურებულად და დაბეჭავებულად გრძნობდე თავს. ვიცოდე რომ ქრისტე შენთან არის. ქრისტე შენს გულშია. და არასოდეს მიგატოვებს. იმიტომ რომ მან ყველა ტკივილი განიცადა. ყველა ცოდვა იტვირთა ჩვენი. არასოდეს დაგვტოვებს ის. ჩვენს გულებში იქნება სამარადისოდ. ბედნიერებას გისურვებთ და წარმატებებს.